სოფელ ჯუღანის მოსახლეობას ჰქონდა იჯერით აღებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9-წლიანი იჯარით. 2011 წლის მარტში ამ ნაკვეთებს გაუვიდა იჯარის ვადა, მაგრამ ჩვენთვის არავის არ უკითხია, გვინდოდა თუ არა გაგრძელება ან შესყიდვა. რადგან და ჩვენმა მთავრობამ როგორც ჩვევიათ, გაყიდა ვიღაც არაბ ინვესტორზე. ეს არაბები კიდე მოვიდნენ და მიდის მშენებლობა, სახლებს აშენებენ თუ რაღაც ტურისტულ კომპლექსს არავინ არ იცის. გადასახადებს ყოველთვის ვიხდიდით. იმას ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ გადასახადს არ ვიხდიდით და იმიტომ ჩამოგვართ. და აი ამ წელშიც კი ეს მიწა გაიყიდა 2011-ში გასულ შემოდგომაზე მოგვივიდა საგადასახადოდან შეტყობინება, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ იჯარის გადასახადი ამ მიწის ნაკვეთებზე. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან არანაირი შეხება არ აქვს. თქვენ გაწერიათ ეს ნაკვეთები და უნდა გადაიხადოთ. სანამ ააშენებდნენ ამას, რომ მივედით, რომ უნდა დავამუშავოთ და გამოგვიწყეს, რომ ისა გაყიდული იყო ეგ მიწები. საიდან როგორ რანაირად თან რა გააკეთეს იცი? ჯერ აკრიფეს გადასახადები. და მე გაყიდეს. ჩემი საკუთრება იყო შვილო. ნაყიდი მაქვს ეს თელმა სოფელმა იცის. გამომიცხადა ჩვენმა გამგებელმა რომ თავი დაანებეო მაგ ნაკვეთსაო და საკუთარ თავს მიხედავო ქალბატონო, ეგაო მერაბიშვილის ის არისო. საკუთრებაო. 5 მილიონი დოლარი არის ჩადებული მაგაში თავი დაანებეო. რომელმა გამგებელმა გითხრათ? დავითაშვილი არ იყო გაცვის. ხო. შეისყიდიდა ხალხი კაცო. თუ საშუალება არ იქნებოდა, აღარ იქნებოდა სადაო და ის რომ აი არ გვითხრეს და აი ესე იყო და ისე. ისე უცბად აკრიფეს გადასახადები და გაყიდეს მთლიანი 6-17 ჰექტარი. წაგვართვეს ყველა და ყველაფერი, რასაც აქვია. საერთო საბადებელი მოგვისპეს ყველანაირი შესაძლებლობა არსებობისა. ახლა რა შენდება ამ ტერიტორიაზე? რა შენდება და ისა შენდება. არაბეთისთან აშენდება. საქართველოს ტურისტული კომპლექსი უნდა ყოფილიყო. აშენდება. დიახ, ეგრეო. აქ საქართველოს აღარ იქნება, ეს ტერიტორია. და უნდა აშენებულიყო 1000 კოტეჯი და 1000 კოტეჯი თლიანი ჯუღანი არ ეყოფა შვილი. ჯერ ისა თქვეს რომ ტურისტული ის უნდა ყოფილიყო, კომპლექსი უნდა ყოფილიყო. მერე თქვეს რომ არაბების სოფელი უნდა ყოფილიყო. ხან რა თქვა, აი რა ვიცი, მეც არ ვიცი საბოლოოდ რა უნდა ააშენო. ჩემ შემთხვევაში საკუთრებაში მქონდა და სხვის ეს რა ვიცი, ჩემი საკუთრებაში იყო. როდის გაიგეთ რომ თქვენი აღარ იყო ეს მიწა? ეს შარშან პრობლემა თქვეს, ვისაც მიწები აქვს, ზოგი მუშაობს, კომპიუტერები აქვს რაღაცა და იმათმა მითხრეს. პროკურატურაზე გვაქვს შეტანილი განცხადება ეს კოლექტიური და ვნახოთ რა შედეგი მოყვება. მე მაინც შევიდა სასამართლოში იმას სარჩელს. წყალი სადაც უდგება. მან მოგქონდა მოსავალი სულ ყველას. აი ამათიც არის 1 ჰექტარი. 1 ჰექტარი ჩვენია და წაგვართვეს ითომ უმუშავრად არის და ყოველ წელს ნალოგსაც ვიხდიდით, თან ნალოგი გადავიხადეთ, ეგრე წაგვართვეს. თუ გაყიდვა უნდა, მე მიწას არავის არ მიცემდი, გაიტანდი ნავთლოზე და ვიყიდით. ის ვიცი რომ არც ერთი არაბი არ გაიცნობს. და ისვენებენ გამომდებიან წავენ. ტურისტული არის, საკმარისად არ არის წარწერა. ტურისტული კომპლექსი შენდება. მოსახლეობას რა მოელანდა, მე არ ვიცი. ძალიან ბევრს მუწვალობ ჩვილო. რაღაცა ისეთი უკანონო რო იყოს, გამგეობა აი აქ კენჭზე არ დაადებინებდა. იცი როგორ დონეზეა გადაწყვეტილი ყველაფერი? სამინისტროების დონეზე. უკანონო არაფერი არ აკეთდება. არც ერთი არაბი აქ არ იცხოვრებს. ეს არის ტურისტული კომპლექსი. ანონიერად შეძენილი მიწის ნაკვეთებია, ესადაც შენდება? რა თქმა უნდა, შვილო, რომელი იურისტი კომპანია მოკიდებდა ხელს უკანონოს. აუქციონი გამოცხადა და ისე გაიყიდა? აბა რა. სად გამოცხადა ხო არის? აი, წინი არ ვიცი.